ბამბარას ჯადოსნური ხე. პატარა ლამას ქალაქში ცხოვრობდა ცნობისმოყვარე და-ძმა ლილე და დათო. ერთ მზიან დღეს ისინი სახლთან ახლოს მინდორში სეირნობდნენ, როდესაც ტკბილი სურნელი იგრძნის. უეცრად ჭკვიალანიალმა დაუბერა და წამში გიგანტური ბამბის ნაყინის ხესთან აღმოჩნდა. მიხვდნენ, რომ სწორედ ის იყო ამ გემრიელი არომატის წყარო. ბავშვებმა ხეზე წარწერას მიაგნეს. ბამბარა. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს? რადგან ბამბის ნაყინის ხეზე წერია, ალბათ ხის სახელი იქნება. და სხვა ბამბის ნაყინის ხეებს რა ქვიათ? არ გონია ასეთი ჯადოსნურობას მოგანაცარსებული. ლილემ და დათომ ტკბილეული გასასინჯად სახლში წაიღეს. ბამბარას გემომ მშობლები ბავშვობაში დააბრუნა, მაგრამ ეს ბევრად გემრიელი იყო, ვიდრე რაც მათ ოდესმე გაესინჯა. მეორე დილით ლილე და დათო ახალი თავგადასავლებისთვის ისევ ბამბარას ხესთან გაიქცნენ. მართლაც თამაშისას დათომ ხეზე დამალულ ღილაკს მიაგო, რომელსაც შეეძლო ბამბარას გემო შეეცვა. მაგარია დათო, მოდი მარწყვის ბამბარა გავსინჯოთ. მე ქოქოსი მინდა. კიდევ რა არომატები იქნება? მოდი, ბამბარა ჩვენს მეგობრებსაც წაუხოთ. იმედია ამ ღილაკს არ გავაფუჭებ. მას შემდეგ, როცა ოჯახი სადმე მიდიოდა, ჯერ სტუმრობდა ბამბარას ჯადოსნურ ხეს, იმისთვის, რომ სხვებიც გაეხარებინათ. ერთად გატარებული დრო კი ტკბილ მოგონებად იქცეოდა. ბამბარას ჯადოსნური ხის ამბავი, როგორც მხიარული ზღაპარი თაობიდან თაობას გადაეცემა. ახლა კი ბამბარას ბამბის ნაყინს სუპერმარკეტებშიც შეხვდები. მისი დაგემოვნების შემდეგ კი ყველასათვის გასაგები ხდება, თუ რატომ უყვართ ბავშვებს ის ასე წაიღო. ბამბარას ხესთან ერთად ზღაპრული თავგადასავლები ისევ გრძელდება.